როდის გრძნობთ კმაყოფილებას ან რას უკავშირებთ მას? ჩვენთვის კმაყოფილება უკავშირდება კარგად ყოფნის დღებს. ანუ კმაყოფილნი ვართ, მაშინ როცა ყველაფერი კარგად გვაქვს. ხოლო თუ რაღაცა ისე ვერ არის, ჩვენი კმაყოფილება სადღაც ქრება. შევხედოთ პავლე მოციქულის მაგალითს. მან ისწავლა კმაყოფილი ყოფილიყო თავის ცხოვრებისეულ გარემოებათა მიუხედავად. ეს კი კარგი ამბავია ჩვენთვის, რადგან ჩვენ გარემოებათა იმედზე არ უნდა ვიყოთ. კმაყოფილნი ვიქნებით თუ არა, არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული, რამდენად კარგად გვაქვს ცხოვრებაში ყველაფერი. გვახსოვდეს. პავლე მოციქული კმაყოფილი იყო, რადგან ღვთის ერთგულებას ენდობოდა. მან იცოდა, რომ უფლის ხელთაა ყველაფერი, რომ უფალი მოქმედებს, რათა ყოველივე სასიკეთოდ ეწიოთ მიშვილებს. პავლეს მზერა ქრისტესკენ იყო მიპყრობილი და ეს გახლდათ კიდევ ერთი მიზეზი მისი კმაყოფილებისა. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპელთა მიმართ წერილს საპყრობილეში მყოფი წერდა, არ წუწუნებდა და არ შეოდა საკუთარ ცხოვრებაზე. ამ წერილში მოციქული წერდა ქრისტეს შესახებ. მისი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო ქრისტეს კვალზე სიარული და მისი უფრო და უფრო მეტად შეცნობა. ცხოვრებისეულ გარემოებებს არ შეუძლია ხანგრძლივი კმაყოფილების მოტანა ჩვენთვის. ქრისტეში კი ნამდვილ კმაყოფილებას ვავებთ. შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში არსებული ესა თუ ის სიტუაცია არ შეიცვალოს, მაგრამ ვიცვლებით ჩვენ, როცა ქრისტეს ვემორჩილებით და მაშინ, რაც არ უნდა მოხდეს, ვერავინ შეძლებს ჩვენთვის კმაყოფილების წართმევას.